გამარჯობა კიდევ ერთხელ ცოტნე პირველ რიგში დიდი მადლობა ძალიან რომ გამონახეთ რო და გვესტუმრე. ეს არის ჩვენი თერგის პოდკასტები, მგზავრის წერილების მეხუთე ეპიზოდი. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა შეეხება ახალგაზრდების პოლიტიკაში ჩართულობის მნიშვნელობას. პირველი მაინტერესებს შენგან როდის და როგორ დაინტერესდი პოლიტიკით? ნორმა ბავშვობაში ძირითადად ნარუტოს უყურებდი და კურიერს რა. უყურებდი ტელევიზორში მაშინ თავზე გადიოდა ნარუტო და რუსთავზე გადიოდა კურიერი. და მაშინათვე მაინტერესდა რომ რა გინიყვანეს ხალხი რომლებიც საუბრობდნენ იმგვარ ტიპის საკითხებზე, რასთან მიმართებაშიც მე არაფრის საუბარი არ შემოვა და არც გადაწყვეტა ვიღაცები ყო ცოტა სხვა. და რაღაცად მაინტერესებდა ეს სფერო. უფრო მეტად საკუთარი თავის ამ კუთხით განახვარვა შეიძლება რაღაცა პოლიტიკოსი ვიყავი, სკოლის ასაკში იყო, როცა პირველი ავტორიტეტი რომელიც მასწავლებელია და იცავდა ხოლმე არასწორად, მე ვიყავით პროტესტი მქონდა, ვინც მაწუხებდა ხოლმე და მასთან მიმართებაში ჩემი პოზიციების ჩამოყალიბებული იყო ჩემი პირველი პოლიტიკური აქტი და ხედავდი რომ ამის რაღაცნაირი ნიჭი მქონდა, რომ ის პროცესი რაც ხდებოდა, ის ნაფიქრები რაც ჩემი გაშლების თავში იყო, მე მომეყარა თავი ისე, რომ რაღაცნაირად დამეცვა იმ ადამიანის იდეაში ხა იმის თავს რომ დაიცავდე ხა ფიზიკური ძალადობრივი საყოფილა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის ხალხი გრძნობდა ჩემთან მიმართებაში, რომ ყვანი იყო ხოლმე და ეს მას ძალიან წყინდა. და ეხლა მე ეს მომწონდა ეს პროცესი. მე უფრო აქტიურად გადავწყვიტე, რომ როცა ჩაბარება მეწევდა პოლიტიკის მეცნიერებაზე ჩამებარებინა, ფეხბურთზე გავდიოდი, მაშინ ხანი ჩემი ოჯახის სურვილი იყო, რომ ფეხბურთი მეთამაშა და მაინც ავედი და გამოცდები წერე და რომ მოხდი იქ ფასოდ მოხდი, არ დამჭირდა შოვლების ფული, მე მარტივად ჩავეხსენი 10 სურვილებს რომ გამოსულიყო ჩემთან ფეხბურთელი და რაც მიდოდა ის მექნა და ასე პოლიტიკის მეცნიერებაზე ჩავაბრძო. შეიძლება ფეხბურთელობა ჯობდა იმ კუთხით რომ პოლიტიკასმა მე უფრო მარტივი ხდებოდა, მაგრამ მე შანსი იქნებოდა რა. ანუ იდეა შემდეგი კითხვის პასუხს უკვე შემდეგ კითხვის უკვე გაეცი პასუხის რომ мотиваცია რა და აი ეს სკოლის პერიოდი ძალიან საინტერესოა საერთოდ, იმიტომ რომ ალბათ ყველა მეამბოხე სკოლაში ყალიბდება რა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეხლა თან ჩვენ რაღაც ახალი კანონი ხო მივიღეთ 4 წლიანი საგანმანათლებლო რეფორმის ფარგლებში რომ სკოლის ნიშნები მოქმედებს ჩაბარებაზე და მე არ ვიცი შენ სკოლაში როგორი სიტუაცია ქონდა, მაგრამ რა კი შენ ეგეთ პიროვნებად ჩამოყალიბდი ალბათ სადღაც საერთო სიტუაცია ქონდა ის რომ სკოლაში ხშირი არის მიკერძოებულობა, ხშირი არის ეს ნეპოტიზმი, ნაცნობობა ის და სულ გვაქვს რა ეს განცდა იმისა, რომ ადამიანს უსამართლოდ ექცევიან, ცუდად ან პირიქით დაუმსახურებლად კარგად. მე მაინტერესებს შენგან, რომ როგორ ფიქრობ აი სკოლაში პოლიტიკური განათლების შემოღება რამდენად მნიშვნელოვანია? ხა ჩვენ კი გავდივართ რაღაც სამოქალაქო განათლება იყო, ჩვენ დროს ეხლა მგონი კიდე მოქალაქეობა ქვია მაგ საგანს, თუ არ ვიცი როგორ, მაგრამ მაგ სფეროში ასე თუ ისე შედის სახელმწიფო, მაგრამ ფიქრობ, რომ ძალიან ზერელეთ უყურებს მაგ სფეროს. აი როგორ ფიქრობ, აი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდამ განსაკუთრებით სკოლის ასაკშივე იცოდეს რა არის პოლიტიკა, რა უფლებები აქვს მას პოლიტიკაში და როგორ შეიძლება რომ სიტყვაზე პოლიტიკაში ჩაერთოს. ანუ ჩვენ სკოლაში ცხადია ხა ალბათ თვითონ ანალოგიური პრობლემები იქნება. ერთ შენობას შეხედავ პირველ სართულზე თითქოს გისოსებია ხო. ის გისოსებიც გაღუნულია და გაღუნულ გისოს რო შეხედავ, მიხვდები იქ რაღაც ისეთი ხდება, რომელიც გამოც ბავშვი მზად არის ის გაღუნოს და იქიდან გამოძურეს და გამოიქცეს. და ხა ეს არ არის ხო რაღაც ბუნებრივი ბავშვი მოკლებული გარემო რო იქ არ არის ფაქტია. რომ ბავშვი მზად არის რა თავით გამოიკვეთოს იქ. სკოლას სამემართებაში თავი პრობლემა ის არის, რომ მასწავლებლები ძირითადად ნებიც ყოლია ვინც მინახავს სხვა სკოლებშიც არიან ხალხი, რომელსაც ბავშვთან მისაშები ფიზიკურად არ არის. შვილის წესით არ უნდა დაუტოვო დღის ნახევარი განსაკუთრებით. დიდი ტრაგედია, რომ მათ ბავშვი როგორც ასეთი კლასობრივი პერიგონია საკუთარი ურთიერთმართვა ზოგადად მასწავლებელი და ბავშვი ცოტა ტომეჯერივით თემა არის და კლასობრივად ძულს რა ის გაჯეტიც რო გიჭერავს, იმიტომ კი არა წუხებს შენ დროს კი კარგია, მაგრამ იმიტომ რომ თვითონ გაჯეტისგან შორს არის. მისთვის რაღაც ცოტა ეშმაკის მოგონილივით რაღაცა რაც უცხოა რა და ეს ხალხი რომლებიც არიან სკოლებში და ერთად დასაქმებულები არიან ისინი რაღაც სოციალური ტიპის შემწეობასავით არის ეს ხალხი ვერსად სამსახურზე შოვიან მაგის გარდა არსად არაფრის კომპეტენცია არ იქნება და ამიტომ ახალი მასწავლებლის არჩევანტური პროფაზი არავინ ნორმალური არ ყვა, ძალიან
ბავშვობიდანვე თუ მოწადინებული ახლა მენტორი და მასწავლებელი იყო, ისე უცად გადაწყვეტ რომ მე მასწავლებელი გამოვალ, ეგ არ გინდა რაღაც კვალიფიკაცია, ბევრად კარგ სამსახურს ანაზღაურებულს იპოვე, ამიტომ ძირითადად მათ სფეროში კავდებიან. ეგეთი ადამიანთა სხვა ალტერნატივა არ აქვს, შემოჩენ და ხალხი გაშვებითაც ვერავინ ვერ უშვებს. ანუ ის ადამიანი კარგს საკუთრივ პროცესს ვერ შექმნის. ზარი რომ ისვის ირეკება, კვალიჩი გასვლისთვის ალბათ ციხეშიც აკიწეს რომ ითხოვო. წიასა დაკავებულ იზოლატორში შეიძლება მოითხოვო და თუ არ გაგიშვეს, წამების აქტად შეიძლება ის შეირაცხოს. აქ მასწავლებელს შეიძლება არ გაგიშვას და რაც თავი შენობიანად ყველაფერად საერთოდ ლოგიკას მოკლებულია, მაგალითად აქ სპორტის საკუთრებით და არ არსებობს საშხაპი, არ არსებობს გამოსაცრელი. თქვა ვირბინე თავი მოკლე მართლა გული ჩავდე. ხუბად შეუძლებელია თქვა სკოლაში კვებას რო საუბრობენ ხოლმე, რაც უნდა მიყოს. მაგის მენეჯმენტი ხო ჩემს სკოლაში ვიყო ფიზიკურად არ მოხდება იქ. უბრალოდ ეგეთი ბუფეტი არ არსებობს, სადაც შეინახება რაღაცა და მე რამდენი ბავშვი მოახერხეს დღის განმავლობაში იქ. აბსურდულია რაც ხდება ხოლმე. ამიტომ სკოლაში მოკლედ ეგ პრობლემები არის. პოლიტიკა ასწავლოს კი არა, არ ვიცი ხა ის მასწავლებლები ხარ გამოიცვალენ იმ მასწავლებლებმა, რაც არ უნდა დასწავლოს. მაგას საკითხო პროცესში ვერავის დავაწყოთ და თქვა მოდით საქართველოში პოლიტიკა ისწავლება. სექსუალურ განათლებაზე ხოლმე შეიძლება დებატები რომ უნდა ისწავლოს თუ არა სკოლებში, იმიტომ რომ ალბათ ჯერ კიდევ მოსწავლე ხარ, როცა თქვა მენსტრუაცია გაქვს რაღაცა. ყალიბები ჰორმონალურად და ასე რამე და შენამედად ცოდნა არ გაქვს, ხო? და ბევრი ფიქრი ყოფილა, მაგრამ მე რა დაფიქრე. ის რა მასწავლებლებიც მე მინახავს, თან ახალი საგანი რო შემოდის ხოლმე, თითქმის იგივე მასწავლებლებს ვიღაცას გადააწერეს, თქვა სამოქალაქო, რომ შემოიტანეს, ჩემ გეოგრაფიის მასწავლებელმა დაიწყო იმის კითხვა. ეგრე დაიწყებს სექსუალურ განათლებასაც, რელიგიურ განათლებაც რო იყო, იგივე მასწავლებელს არაფერი არ უნდა წააკითხო, ის აზრი არ აქვს, პირიქით ის რა პოლიტიკურ განათლებას მიცემდა. მაგის წარმოქმნა არც მინდა, მაგის კომპეტენცია ფიზიკურად არ არსებობს. ამიტომ რამეს ესე უშველის თუ პოლიტიკა სკოლაში შევა, მე არ მგონი თავარი აი რო შეხედო ისტორიის წიგნს, თანამედროვე ისტორია, თითქმის არაფერი არ წერია და თუ ადამიანის ცხოვრებაში რამეს აქვს მნიშვნელობა, ყველაზე დიდ მოდერნულ ისტორიას, ეს რა ტიპის ადამიანებიც უარდა ჩვენ შემთხვევაში ეს თქვა იწყება თერიტალეულები ილია ჭავჭავაძეს, როცა ეს მოდერნული აზრი შემოვიდა და რაღაცნაირად მეფისიქით გაიხედა ადამიანის თავმა ამან ჩამოყალიბა თანამედროვე სამყარო და ამას იმედია სკოლაში არაფერს არ გასწავლიან, ძირითადად იმ ისტორიაში ისწავლება ცხაპრები, რომ სერიალებს უნდა განიხილო, რომ ვახტანგ გორგასალ სიღვიაში მოატყეს ის არის, რომ ხრით აქვს ცხენი თაზე. ესეთი იგავარაკი. მე პირველ რიგში პოლიტიკა მაინც იწყება ჩემს ისტორიიდან, ისტორიის ნაწილი არის და ამ კუთხით თანამედროვე ისტორიას, თანამედროვე პოლიტიკის ნაწილი იქნება, მეტი დრო ცხადია უნდა დაეთმოს, იმიტომ ეგ არის ჩვენი ცხოვრების განსაზღვრა. როცა შენ ცოდნა იმაზეც კი არ გაქვს, როცა დამოუკიდებლობა მოცაც გქონდა ამ ქვეყანაზე და არა რაღაც ლეგენდებზე და გამოგდო ჩვენ ქონდა 3 წელი 98 წელს ესლამი რასაც არ ვასწავლეთ და 90-დან დღემდე, ხო? და ხალხი პირველი პრეზიდენტი უკვე გაქცეულმა თავი მოიკლა, მოკლეს, ხო? ახლა პოლიტიკური აქტი მოხდა და ამ შესახებ ცოდნა ვიდეოში ვაშვებს არა. ლოვანი პრაქტიკულად ვიღაცები ლაპარაკობენ, ისინი ნახევარზე მეტი ფუჩისტები იყვნენ, ერთმანეთი ჩანაშვები ყავთ და ნაჭერები ყავთ, ამხელთან არსებობა გვიწევს და ესო ხელიკრა ძიადის დაიჯახები და მე გიკვირდა თუ ყველაზე ეგრესტი იყო, ვინ იყო ის მის ფუჩი მოაწყო, ვინც პარლამენტს ეს რა თაობა მოდისო და რა იფსისრიან და რაღაცები, აუდიცები ყავდათ მეკანებული და პარლამენტს ესროდა. ამაზე არ უნდა გვასწავლის, რომ მეზობელს აუთავებდა, უშვებდა და ეგეთ გარემოში იყო. ამაზე ცოდნა თუ არ გაქვს, რა არის სამწუხაროდ. ხო, ძალიან რამდენიმე საინტერესო თემა შეეხება. პირველ რიგში აი ალბათ რაც მინდოდა ძალიან ბევრჯერ რომ მეთქვა თან ეს პოდკასტები თუ კი სადმე ვინმეზე მე პირადად მიმიწვდება ხმა სწორ თემას შეეხება ეს პუჩისტებს და იმაზე რომ აი ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში სადაც გოლგა ხაინდრავა გვასწავლის ისტორიას რა რომ ადამიანი რომელიც თვით ჯაბა იოსელიანიც კი მოიხსენიებს რომ იყო გამყიდველი ვინაიდან მან როდესაც დაწვეს ქართველი ახალგაზრდა ოსებმა მიზანმიმართულად შეფუთა ისე რომ თითქოს ქართველებმა ოსები დაწვეს და ამ დროს მან საერთოდ სხვა რაღაცა მოხდა და კი მართალი ხარ ერთ ავტობუსს ვიატესტებს ავტომატი გადაატარეს კი და ამას მიზანმიმართულად ფარცხავენ თითქოს აი ახალი ისტორია რაცა და ამ დროს ყველაზე მძიმე ისტორია რაცა შეიძლება კი ანუ პირობითად დავით აღმაშენებელ დროს პირველ დროსაც სხვა მეფეების დროს უფრო მეტად ძიმე რაღაცებიც ხდებოდა მაგრამ ნუ ეს ახალი არის ხო ეხლა ეს ყველაზე მეტად პირღია ჭრილობა არის ჩვენს და
ამას ისტორიის წიგნებში არ გვასწავლიან და კი სწორედ მეც ეგრე მიმაჩნია რომ სკოლიდან იწყება რა ყველაზე მეტად პოლიტიკა. აი მით უმეტეს ის რა იკვებას რო შეეხება საფრთხეშოვის კეთილმოწყობას რო შეეხება ეგეთ საკითხებს რა. ყველაზე მეტად პოლიტიკა სკოლაში გვეხება ყველაზე ადრეულ ასაკში რა და მეც გონია რომ უნდა იყოს ის განათლება თუნდაც რომ ელემენტარულად ადმინისტრაციას როგორ მივმართოთ. მეც რა რომ აი საფრთხეშოში რაღაცა ტიპის კეთილმოწყობა გჭირდება და მოდი დაგვეხმარე რა, იმიტომ რომ მე პირადად პუპუნება არ ქონია ჩემ სკოლაში რა, რომ მაშინ სხვანაირი სიტუაცია იყო საერთოდ ყველა მიცის რომ მარტო უნდა მოფსოს სხვა. კი, მეტი იქ არაფერი არ ხდება. აი მე მაინტერესებს ეგეთი რაღაც რა გავრცელებული არის ალბათ მეც როცა ამ სფეროში შემოვაბიჯე, ალბათ კი არა და მეც როცა ამ სფეროში შემოვაბიჯე, ბერჯერ მოვისმინე რა. პოლიტიკა ბინძურია. აი მაინტერესებს რას ეტყვი ახალგაზრდებს ვინც ფიქრობენ, რომ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია მათ პოლიტიკაში ჩაბმა, თუმცა ესმით ის ფაქტიც, რომ ხშირად თავის ნაცავებისგან, მეგობრებისგან და ასე შემდეგ, რომ რა პოლიტიკა ბინძურია. მოდი შეეშვი რა, რამე უფრო წმინდაც ადე. ზოგადად ბინძურზე რაც არის ხოლმე, მე რაც დავაკვირდი, ყველგან სადაც რაღაცა ტიპის ჯგუფი არსებობს და შიგით რაღაცა ტიპის меритократია არის, ყველგან მერექს იმეძურე ყველგან არსებობს. ყველგან არსებობს ერთმანეთთან ურთიერთ დამოკიდებულება, ყველგან ნელ-ნელა იკვრება რაღაც კომუნა, რომელიც თავიდან ღიაა და დაახლოებით რამოდენიმე წელში იკეტება ის კომუნა. შიგით რაღაც ურთიერთობები ირკვევა, ვინ არის რაღაცნაირი ლიდერი და შემდეგ მის დამი მორჩილება, მის დამი და კარგი დამოკიდებულება ხდება დაწინაურების მიზეზი და რაღაც ესე იკვრება შიდა ორგანიზაციული საკითხი და მე აღმოაჩენ ხოლმე თითქმის ყველგან არსებობს კაცი რომლის ნათქვამ შენაირ ხუმრობაზე გაიციანებენ მაგრამ შენსაზე არ ეს დამოკიდებულებები და ამიტომ იქ იგრძნობა რომ ის არის წყარო შენი ხალინდელი უკეთესი დღის იქ გამოიხატება ეს ხელფასში დაწინაურებაში და ასე შემდეგ ყველა ორგანიზაციაში ორგანიზში რამოდენიმე წლის მერე ხდება ეგეთი ტიპის ელიტა იკვრება რომელიც მე ცდილობს რომ რადიკალური ცვლილებები არ მოხდეს, ანუ ახალი ხალხის შემოდინება და ამით გასვლა არ მოხდეს. ბევრი ეგეთ მოძრაობას ემართება სტუდენტებსაც კი, აღმოაჩენ რომ ტიპი უკვე ხდება ხოლმე და მაინც რაღაც კავშირის პრეზიდენტია და საგნებს იტენის ერთი 10 წელი რომ კიდე იყო. TSU-ში ეგ აქტიური პრობლემას ჩვენ. რონილიამში ხო საერთოდ დიდად არ აქცეს როგორც იცი ხან. სტუდენტური მასის ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ ყველგან თითქმის ეგრე ხდება. ამით იმის მომენტი პოლიტიკაშიც რამდენადაც ძალაუფლება დევს, იმდენადაც ადამიანები იქ კონკურირებენ, იმდენადაც ბინძურია რა. სხვაგანაც ეგრე იქნება, რომ სხვა მიკროიმებში არ იყურებთ, რომ ყველა მიკრო უაზრო სამსახურებშიც კი წააწყვეტს, აი ის გამო, მაგრამ იქაც ეგ იქნება ადამიანის ბუნების ხინჯის და ცუდი ნაწილის ბრალი არის, რომ პოლიტიკაც ეგეთი. უბრალოდ პოლიტიკაში დიდი ძალაუფლება და დიდი გარკვევებას ითხოვს. და დამოუკიდებლობისთვის ადგილი არჩევა უკვე ფილტრია, რომლის გასვლაც გიჭირს და შიგით ვერ შემორჩები მარტივად. უბრალოდ კარგი ადამიანები მალევე იდევნებიან, იმიტომ რომ საკუთარი თავმოყარეობა ეუბნება, რომ ეხლა იმის ჭკუაზე შენ ეხლა არ გაიგე, მაგათათობაზე არ წახვალ და არ გიგებს ეგ და ეცლენ. ამიტომ პოლიტიკა ძირითადად არჩევა ხალხი, რომელმაც სოციალური კაპიტალი იჯერ რაღაც ვით დააგროვა, არის ეს სპორტი, ხელოვნება, ბიზნესი, ანათასი რამე, რის გამოც სოციალური კაპიტალის გამო რაღაც პარტიას აწყობს, როგორც ფეისი ყავდეს სიაში და ეწვევენ და პარლამენტარობით იწყება მისი პოლიტიკოსობა, მეორე ნაწილი რო გაქვს ფული, რაღაც ადგილობრივი ფაშახარ, რაღაც რეგიონში და მაჟორიტარული ჭირდები და ეგრე შემოდიხარ პოლიტიკაში, ან რომელიმე შინ პარტიის ლიდერი ძალიან დიდი მეხოტბე ხარ და მას მოწონ ხარ და ესე დაგიტოვეს. ან ხელისუფლებაში უნდა გახმოვან და კიდე ხელისუფლებას პირველი წლები მაინც ახასიათებს ინტელექტუალური რესურსის მოკლება. პოლიციაში ძალიან ჭირს რა ხაი გამბო მე აღალა და ძირთად გადინება ხდება. ამიტომ ახალგაზრდა პოლიტიკოსი რო გახდეს, პირით ახალგაზრდას უფრო აქტუალება, იმიტომ უწევს რომ იგი მას სოციალური კაპიტალი არ ქონდა, საკუთარი ფული არ ქონდა, რაღაც თავი დაიკვიდრა. ესე იგი რაღაც გამორჩეული თვისებები ქონდა, რომ ამ კონკურენციაში მარტო ამი არ აღით იყო. ახალგაზრდების ბინძური საკითხი. ხადათ არის ხო უბრალოდ რომ მიდიხარ ძირითადად შენ რაღაც გახვედრებენ ახალგაზრდულ ფრთას მაგალითად. ჩემი თავი რჩევა იქნება ხოლმე. სადმე თუ მიდიხარ და როგორც ახალგაზრდას გიყურებენ, იმას გაიშვი. თუ გიყურებ როგორც ახალგაზრდა ფრთა, ეს უკვე შენ გაკნეგრებას ხდება და უკვე რაღაც გამიჯნული ხარ. თავარი არის ის რომ შენ თავზე შენ დღეს უკვე შეგიძლია იყოს თალკეულად პოლიტიკური ტიპის ინფლუენსერი. შენი რაღაც წონა დააგროვო და 1000 კაცი მაინც ვიარსებოს რომ შენს გამო რაღაცას ხარ დაუჭერ. ვერავინ მარტივად შენ აფერ გაიძულოს ვინმე სადმე ლოიალობა გამოიჩინა და შენი ფასი გექნება. უნდა დააშანტაჟო სხვა ყველა. შენი ფასით რომ შენ თუ არ დაგიჯერებ, შენ იმას მიატოვებ. ეს თუ არ იყო და შენ განებ თუ არ იგრძნეს
დაკტავებენ მუდმივად პლაკატების გასაკრობად, რომელსაც ოქტომბრის არჩევნების მერე იმ თვის ხელფასად შეიძლება არ მისცენ, რასაც დაპირდნენ იმ თვეში, იმიტომ რომ უკვე იმანავდა მოცილილია ეს საქმე. და ძალიან უნდა გინდოდეს და ძალიან განსხვავებულად უნდა ცდილობდე რაღაცებს, რა იცი. ყველანაირად და იყო დამოუკიდებელი, რაში smartphone დაგეხმარება ყველაზე მეტად და დაგეხმარება ადამიანები, რომლებიც გულშემატკივრად შეიცეს. შენ თავს უნდა შეხედე როგორც პროდუქტს და შენ თავი უნდა გამოთალო პროდუქტად, რომ ბაზარზე გაყიდო. და ამ კუთხით უპირატესობა ის გვაქვს, რომ ძალიან ბანძი პოლიტიკური სპექტრი გვაქვს, რომელთა მიმართებაში ასევე უამრავ მათგანს სიტყვა პოლიტიკა რას ნიშნავს, რომ კითხო ესე ვერც გეტყვის, არც იქნება ამაზე დაფიქრი. სიგნებელობა რა არის, აი, ლუციფერმა რო იცის ხოლმე, რომ ჩაქხედას თვალებში და რა სურს მითხარი, რა ის ეთიკა, რაც აი რას თავარი სურვილი, ეგეთ სურვილსაც მგონია რომ ვერც კი გეტყვი, რაღაც აბსურდულში არის. ძალიან რთულია, მაგრამ ერთი იცოდე რომ არავის არ დაპატიჟებს, ეგეთი რამე არ არსებობს. ადამიანი პოლიტიკური ცხოველია და ამ პოლიტიკურ ცხოველებს თუ მაჯობო იმით რომ შენ უნდა შეხვიდე ამ კონკურენციაში და არანაირი ახალგაზრდულში იმიღეთ მესატირილი არ უშველს, არავინ აქ არ დაგითხოვს, უნდა შეაწუხო. რომ ადგილი არ დარჩეთ მაგათ. ხო, ეგ მე ჩავშნი, აი სწორად ეს პოლიტიკის დეფინიცია საკმაოდ არც ქართულ ხალხო მithumetes აი თერგი არის დაფუძნებული ახალგაზრდულ პოლიტიკაზე რა და ეს პოლიტიკა რო ესმით, სულ იბნევიან რა და რეალურად ეს პოლიტიკა არის მიდგომა, ხო, ეს ახალგაზრდულ პოლიტიკაც არის საერთაშორისო სტანდარტი, სათაური ქვია სახელი ამ კანონს. იდეაში ეგ სწორად აღნიშნე კი ჩემი აზრითაც, რომ შენ რავენ არ გეპატიჟება, შენი თავი შენ თუ უნდა ჩართო რაღაცა ტიპის საქმეებში და იცი რა არის, როცა ეგრე არის, რომ ეგეთ სიტუაცია როცა არის, რომ ახალგაზრდებს მაინც სამწუხაროდ ეს ზემოდან უყურებენ რა გარკვეული ტიპის წრეებში, ვინაიდან გამოუცდელია ეს და ამ დროს ძალიან გვერდის იწევა ის, რომ ახალგაზრდა არის მაგ დროს ყველაზე მეტად შემოქმედებითად კრეატიულად და ნაყოფიერი არის, პროდუქტიული არის, ხო? აი, აქ დამებადა ეგეთ შეკითხვა, რომ როდესაც სისტემა ყველაზე მეტად სპობს იდეალისტებს. აი, როგორ უნდა მოახერხო ამ სფეროში, რომ შეინარჩუნო შენი პრინციპები და თვითყოფადობა. მithumetes ახალგაზრდა. მეც ხამა გამოწვევს წინაშე ამ წამს, რომ მაგას როგორ არ ვიყო ამ ცომსაზელის ნაწილი, რომელსაც არ მომწონს ახლა თქვა 4 ნომერში ვარ და გარდა ამისა თან სიტუაციური მძევალი ხარო არ დააზარალო რაღაც ნიშანი, რაც მიმდინარე ხდება, ხო ეხლა მე რომ ამოვყდე და ამ პოპულარულ სიტუაციაში როცა სანამ ამ წამს შენოდე მოვედიოდი ადამიანი და აკავეს და ასე ხდება. ამ შენი პოლიტიკური ტიპის თამაში გქონდეს, ან რაღაცა მარტივად შემოისაზღვრე რაღაც საზღვრები, რომლის იქითაც ავტონომიურობა გექნება, ძალიან რთულია. არ არის მარტივი ამბავი. თავარი არის რაღაცნაირად სიამოვნებდეს პროცესი, როცა სიამოვნებს პროცესი შენი დანახული თავის როცა მოგწონს და პატივს გცემ, თავისთავად ეგ მუღამიც გაცაცხლებს და ეგ მუღამიც გაგაკეთებინებს, რომ შენი თავისთავად იამაყო და გისწორდებოდეს. პირველ წყარო ადამიანი იყო რა, შესაბამისად სხვისი დამოწმებები დიდად არ გჭირდებოდეს. და შენ თავს პატივიცემით რაღაცნაირად ამ პროცესში მთლიანად გააძლევი. გულწრფელი უნდა იყო. ისე კარ იყო გულწრფელი, რომ აქ გულწრფელი უნდა ვიყო. არა, თავისთავადაც უნდა იყო და დიდი ღირებულებადაც არ უნდა იყო, რომ გულწრფელობას იმად ბუნებრივი უნდა იყოს. მაგარი ის გამოთქვა ხარ პოლიტიკოსებს, რომ აი გულწრფელად რომ გითხრათ, თითქოს იქამდე აფერისე იყავი, თუ ეხლა რატო გადამეწყვეტა. ეგ მომარია. სად არის? უნდა გქონდეს ალბათ ბევრი თავარი რაც არის ალბათ დრო არის, რაც ხვებთან მიმართებაში, მიმართებაში. აქვს ეს რეზერვი, ახალბოსასაც ეძახიან, ამიტომ მთელი შენი ინვესტიცია უნდა ჩადო. მე მაგალითად ახლა პარტიაში რომ მივედი, თავიდან კოორდინატორი ვიყავი თაცმინდაზე, ანუ ამყოფით არ ვიყავი მაგუბაში. რაღაც ისეთ სახლები ნახე, მეგეთ სახლები ვარცებობდა, არც მეკვირდა, მეგონა რომ ქალაქის ცენტრში ცხოვრობ და ყველა კარგად ცხოვრობ. თვითონ გარეუბნელი ვარ და უცხო აღმოაჩინა, რომ საერთოდ აი იქ როგორ უნდა მიაგნო, სადაც ჩავარდე, რაღაც უცხოს ვიღებდი და მოგებით გადასახადებ, უკლე წახვედი და ამას ვაკეთებდი და ამით გადავიხადე, რომ ჩემი საქმე მომწონდა. მერე ბლოგების წერა დავიწყე. და მერე პირველი ეთერი ძალიან შემთხვევით გამოჩნდა ყოფილ კულტურის მინისტრთან, რა, ნიკა რურუასი. ხამკარი არის ეს ადამიანი სამწუხაროდ და წარმოვიდგინე 19 წელს ვიყავი და ეხლა წერს რომ ვიპარცავ ეხლა ძალიან ბეიბი ფეის ვარ მაშინ თუმცა და რომ მივედი ვთქვათ ვინც დამხვდა ჟურნალისტთან და პროდიუსერი უფრო ტელეფონი აიღო და მან სხვა დაიწყო და რეკაჩეს პარტიაში ეს ვინ გამოუშვი და მესმის რა ეს არც კი ეუხერხულა რომ ჩემთან შვებოდა მე გათიშა რამდენი წლის ხარ ეს აი ხა სადგა უნდა გაგიშვა ვიწყებო დაჯექიო და თუ რაღაცაზეო
ვერი იმას იზავო, ჟურნალისტს ვთქვით, რომ დაგეხმაროს. ჩამთვალეს, რომ გადახაზულო. დილეტანტი იყავი რა. კი, მე რომ მორჩა, ცხადია, კარგად გავართვი თავი, ის გამკარულია იყო, რომ ეს ბავშვი რატო დავისვითო, ბავშვთან რატო იმას მქენი, მომჭერით თავია და ეგ უპატივცემულობა იგრძნობოდა და ახლა იქნებოდ მე ამით кайფობდი და ვიცინოდი მართლა ბავშვი ხო ვერ ეფუძნებოდა ხო იყო იცი მე ვერ იყო უცავიცემერობის კანდიდატად დამაყენეს მაშინ ელოდებოდა რომ პოლიციის გაერთიანებული კანდიდატი უნდა ყოფილიყო და აბა ჩაფარას ელოდებოდნენ და ვითომ ახალგაზრდები გვინდა ყველა რო იწახის დაწყებული სხვა პარტიის წევრებიდან რომელიც ჩემთან გადაცემაში მყავდა ხოლმე იქ ამ ჩემ გადაცემა მქონდა ვიღაც ელისაშვილი და ვიღაცები ჩემზე ამ გულსა დაიწესო შობელმა თუ იცის აქ როა აუ რაღაცა ბანზინა რა რაღაცა ისულები და რაღაცები რეკავდნენ ნებოდნენ პარტიებიდან კი როგორც ხდება ხო ტიპები და ეს ბავშვი ვინ არის ეგ იყო რა თავიდანვე და ეგეთ ჩემი მათ გამოვიყენე პიარად ხო რაღაც ხო მომისმენდე მინიმუმ ერთი ამ ხლაპს რა უნდა დავცინოთ და იმ დროს ვიყენებდი რა ძირითადი ხაზი კამპანიის Pink Floyd-ის Time-ზე ავაბირ სადაც დროზეა თავარი შინაარსი და მე ვთქვი რა ყველაზე დიდი დრო თქვენში მე მათ გაჩენდი თქვენ ჩემზე მალე მოვუწევდი და მეც კი გეუბნებით რომ ისე გავადგრო რომ არავინ არ გეტყვის რომ და გეჭკარო და სწრაფმისულებები გვინდა ეხლა და ვერ დაველოდებით გაზრდებს და რაღაცებს არ არის მარტივი ხო და ეს ხალხი შეიძლება იტყვება ხოლმე რომ ეს ახალგაზრდები გვინდა და სამდროს ძალიან აღიზიანებთ ხოლმე ბევრი რამე მაგრამ ნუ რას იზაპი ამით უნდა იხალისო და უნდა აი მე ყველაზე მეტად რა მოხდა ერთ თვალში ახლა წინა საარჩევნოთაც ხო ჩვენ ჩართულები ვიყავით ხმის გუშაგის კოალიციის წევრები ვიყავით და აქტიურად მუშაობთ რა ერთ-ერთი ლიდერები და მოხდა ყველაზე მეტად თვალში ეგ რომ ახლა არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ ვიხევი მაგრამ ხაზარაძე რო გამოვიდა რა და ნუ უკან დაიყენა ახალგაზრდები რომ ალბათ ახალგაზრდების ჩართულობის ესე ვთქვათ მნიშვნელობაზე გაესვა ხაზი მაგრამ ნუ თვითონ ლაპარაკობდა და უკან უბრალოდ ეს რაღაცა ლელოს ბრენდირებული ჩატით იდგნენ ბავშვები რა ამით განაშევრაწყოს ვაყენებ მაგრამ რეალურად სწორს წახი ახალგაზრდები რა და არის არსობრივი ჩართულობა ხო აი ეგ არის შენ ახალგაზრდა იმიტომ არ უნდა გამოიყენო რომ ეს ახლა ჰაიპში არის ახალგაზრდობა და მოდი მაგარ პიარს გავაკეთებ რა აქ დავიყენებ ერთ 5 ახალგაზრდას და ჩემს ბრენდირებულ ჩანთას დავაჭერინებ და ეს მაგარი პიარია შენ მასე უნდა უყურებდე რომ ეს სწორად აღნიშნა, ამას იმაზე მეტი დრო აქვს სიცოცხლის დარჩენილი საშუალო სტატისტიკურად ვიდრე მე და ამას მეტი შეუძლია გააკეთოს, მეტად შემოქმედებითია, მეტად კრეატიული, მეტად 21 საუკუნის პროდუქტია, თუნდაც ესე რა ვთქვა. მაგრამ ნუ ხო, სამწუხაროდ ეგრე არის რა, ანუ ყველა სფეროში ალბათ მე სადაც ყოველ შემთხვევაში შეხება მქონია. ხო, ახალგაზრდებს უყურებენ ესე ზემოდან, რომ იაფი მუშახელი, მარტივად დაყოლებადი მასა რაღაცა ტიპი ვინც დაიჭერს ჩვენს ბრენდირებულ ჩანთას. მაგრამ რეალურად დღევანდელი ახალგაზრდობა მე მგონია რომ ყველაზე მეტად თვითყოფადი არის რა, იმიტომ რომ ძალიან მარტივად შეუძლია რომ ხაზი გადაგისვას, ისე რომ აი ყველაფერი პროცესები მიმდინარეობდა ქუჩაში ხო, სადაც ახალგაზრდები იყვნენ ყველაფერი ხო მარტეს აქციებს. ის რომელი მათგანი ნახეთ რომელი პარტიციაში, მე არ მინახე. კი, ნამდვილად ციმიტი გაიწევ ახალგაზრდობას და ხა უჩამოდ ვერიზავდნენ, იმიტომ რომ ავგირჩი სამი იყო, ხო, მე ჩელე. ზურა და ჩემი ჩაუწერობა ძალიან დააზარალებდათ რა უბრალოდ რომ მეთქვა ხალხმა ვინც მე პატივსებთ ხმა ამას კი არ თქვა მიეცი აუ იაგოს მიეცი ვიღაც ხო არის თუნდაც რომ მათ ეს დააზარალებდა და სხვა შანსი არ ჰქონდათ თქვენ პოლიტიკა ინტერესები გინდა არ გინდა ეს კარგი და ცუდი სიტყვა არა ეს ინტერესები იპოვა ვიღაც ახალი სტარი ამდენი კაი ადამიანი გამოჩნდა ხო არაფერი ამ პროცესში სხვა არაფერი არა ცალკე მის ქუჩაში ეს აქციები ცალკე რაც პარტიები არსებობენ ეს არ იყო არ ხდება ამიტომაც ერთ სფეროზე ვერ მოიგებს ეს პროცესი სანამ ეგ არ მოხდება ეხლა უბრალოდ მაგას გძნობ რომ ვისთანაც ვართ ამას უბრალოდ ხვალაც ვარ ჩვენი ჩატარდეს ასაც ვითხოვ არ ვიცი ეს ხალხი მომგები არის თუ სადაც ყურებ ამ პოლიტიკურ სპეციალს აი რას იზამენ სხვანაირად ხო იმის გამო ძალიან სასიამოვნო ხო და ეგ როცა არ მაქვს რაღაც მე ხა ის რაღაც უბრალოდ მე სულ მიხარია და რა ვიცი ბოლო პირველი ქვას მე ვისვრის და სულ წინ უნდა ვიჭყო მე ხოცობა მაწუხებს დღიდან მათი მოსვლის ერთ ადამიანს კი რო თქვი რავი დავხვდე მაგალითად ქუჩაში ელექტროშოკები ჩემთან მომენტებაში დაადგეს ისეთი ტიპის რაღაც გადალახეს რომ მე მაგალითად ის სულ არ მაინტერესებს საქართველოს 98% ხარს უჭერდეს ხოცობას არ იქნება ჩემთვის ლეგიტიმური, იმიტომ რომ ხელისუფლება მაგის ეკეთებს უფლება არა. მაგ კონტრაქტის დადება არ შეიძლება. მათი აი არის მე ყველაზე მეტად რომ ადამიანის სახელმწიფოსთვის ეს უნდა იყოს მიზანი და არა მიზნის მიღწევის საშუალება რა.
მაგაში კი აი ეგ სწორი აღნიშნა გააკეთე რა. ეს გადააზრების გარეშე თან ამას ამატკიოს ვარ გადაიაზრო მესიჯი რო ჩენელი გაყავდა და როცა ამას მე ყველაფერი სტატუს კო ჩერდება იქამდე რატო უნდა შევცვალოთ რა ხო მოვიდეთ უბრალოდ მოგება წაგვარდოს ამიტომ მოდი ოპოზიცია ისეთი დავრჩით იგივე მოხდა 20-ში როცა ახალი პოლიტიკური დაკვეთა ხახმოთ რომ ჩაოლებრი პოლიტიკური პანაშვიდი იყო მაშინ ბევრი სტარი უნდა წასულიყო და გან მოხდა რომ მე ეგრე ყინავ რა ამ პროცესში და მე ამას თავის მედიაც აქვს პოლიტიკურ პარტიებს და იმ რეალობას ასწავლოს რაც თვითონ უნდათ რა და ამ რეალობაში შენ ზოგჯერ თუ მოუნდი შეიძლება ერთი კვირას შენ გამოგაჩინე თუ არ მოუნდი შეიძლება ფერი არ ხარ აქ მაგალითად მე თავარზე როგორც ასე გადაცემაში არჩევნების მერე არ ყოფილა რა აღარ უწევ. აი ეგაა პრობლემა რა რომ ესე იგი მედია საშუალებებში პოლიტიკური დღის წესრიგი იგება არა აქტუალური თემების მიხედვით, არამედ იმ მათი გადმოსახედიდან და მარკეტინგულად აქტუალური ტიპების მიხედვით რა და ამ დროს მარკეტინგის არა ნახეთ რა ხდება რომ საბაზრო პროდუქტი არ არის მედია, ფულზეა და დოტაციაზეა რო არჩინო ჩვენთან მედია. მე ამ ფულს ძირითადად იხდია პოლიტიკურ ინტერესებს მქონე ადამიანები, ხა ისე დოტაციაზე რატო უნდა ვიტყვი. მე ერგება იმ პოლიტიკურ ინტერესებს. უგება გარდა პოლიტიკური დივიდენდებისა, ვერ ნახო, ამიტომ რაღაც პოლიტიკური ტიპის პარტიას ეკუთვნის, ანუ იმ ფიგურას, რომელსაც პარტიაც ეკუთვნის თან, ან იმ პარტიის მოკლედ პოლიტიკური ტიპის არის და მე იმის მიხედვით რა პოლიტიკური ტიპის აჯენდა არის, იმით შედგება მისი სტუმრები, თორე იმ ჟურნალისტებთან ძალიან მეგობრულად ხარ იმ პროდიუსერთან და ესე ჩაულები, რომ შენ ციცი, მანაც ციცი რა ხდება ხოლმე და ვიღაც პეტავს თან მაგას მე პირადად რა უნდა თქვა ლიბერტარიანელი კაცო ფულს იხდის მისი არა ახალ მის გადახდი როგორც შენ ხავისაც გინდა იმას მოიწვა და თუ გინდა ყოველდღე მარტო შენი ჯდები და ილაპარაკებ რა უშეულია ეგ როდო მე შემა გავაკრიტიკო ჩემ პოლიციამ ხონდეს უბრალოდ ამის უფლება არა აქვს ვერ ხდება აი როგორ ფიქრობ დღევანდელ სიტუაციაში და ზოგადადაც რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა იყოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული რომ პოლიტიკური არსებები ვართ ადამიანი რომ ლაპარაკობს ნახოს პოლიტიკური არსება სხვა ცხოვრებისგან განსხვავებით დაუცარდეთ აგერ რაღაცები და ხმა ხო და ჩვენ ვიყავს კომუნიკაცია და საერთო პოლიტიკა აქედან იწყება როცა შენ ჯგუფურად ცხოვრობ და ჩვენ ჯგუფურად ცხოვრებამ გადაგვარჩინა მაგიტო ვაჯობებ თქვა სიმპაზეს რომ ჩვენ პირველად დიდი კომუნიტით არსებობა შეგვიძლია თორე ჩვენზე სწრაფი არის კეპარტი ჩვენზე ძლიერია სპილო ჩვენი რაოდენობა გაიზარდა და მათი იკლებს სხვა ცხოვრებებს ჩვენ მოვიპოვეთ ეს იმიტომ რომ მოვახერხეთ ჰომო საპიენსმა ჯგუფურად ცხოვრება ამაში დაგვეხმარა საუბარი საერთო მითოსები ჭორაობა 1000 რამე და მე ამ ჯგუფმა როგორ უნდა იცხოვროს ამის უკვე შემოდის პოლიტიკა ჭირდება გადაწყვეტილების მექანიზმი ჭირდება რა ეთიკას ემსახურება და როგორ ხდება ამ რაღაცის მიცვლა მოცვა პოლიტიკა არის ყველაზე კარგად მაინც არისტოტელე არის მარტივად მართვის ხელოვნება არის პოლიტიკა შეიძლება მქონდეს ჭამაში მაგალითად როგორ მარტო ჩემი ჭამის ის ნაწილი თქვა ჭამის პოლიტიკა მქონდეს 1000 რამის და პოლიტიკა ზოგადად ცხოვრებაში პოლიტიკური არსებები ვართ ამაგერ მინიმუმ ავუთხით კაცები ერთ რაღაც შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე თანაო არსებობთ ხო და ამ თანაარსებობაში უნდა იყოს გარკვეული რა როგორ ხდება ვარდი და იყო იდიოტი როგორც ძველ საბერძნეთში ხალხი იყო უცებ გადაწყვეტილების მექანიზმთან ცნობა არ ქონდა აქ უნდა ჩაერიო თუ რაღაცაზე ამბიცია გქონდა რომ ადამიანის ამ სახეობას ეკუთვნი ესეთი ხარ ანუ ის ამბიცია გქონდა ხადია შეიძლება ჩაკლა შესთავში ყველაფერი და აწმოში მიმდინარეთ ესე იცხოვრო უბრალოდ მოთა შემეცი გარ არის ხარისხიანი ცხოვრება შენს ქმედებაზე პასუხისმგებელი არსება თუ არ ხარ მე პატივისცემა არ მისდება ეს გამანათლებლობის ეპოქის აზიო გაბედი იყო ბრძენი მაგასაც მოიაზრებს საპერიაუდო კარტისნო უნდა იცოდე რა როგორ ცხოვრობ რა ვიცი უცბად რომ ჯერ რომ გვაძალებდნენ პირბადის გაკეთებას მაგალითად პირბადის გაკეთებიდან ჯარიმა იყო და დღესო პირბადე გაიკეთო ჯარიმა პირი ხომ ამხდო რომ ვინ არის ეს სულიერეცად რას ნიშნავს ვინ წუთავს ამას იღაც კობახიძია თუ ოფის სხვა რამე სახელმწიფო რა ამან წარმოიდგინე თუ არ გქონდა ხარ მომუნ მდგომარეობაში შეიძლება ისედაც იყო ამ გააზრდოთ რომ ხარ კიდე სხვა რამე ხარ მოიმდომო შენი არჩევით რომ მატრიცაში იყო მაგალითად იყო რომ გააზრება მაინც გაკიცი მაინც რა ხდება როგორც რავი ნაბუტოში იყო რომ შეიძლება შენ თვითონ გინდოდეს რომ კიდე ის უცნაძლში იყო მაგაზრებით იყო მაგაზე იფიქრო და ამ ფიქრო კლავ შენს თავში შენს ხმას რაც და აქვს ასაც ინდეს ის ხმქვია ამერაც ლაპარაკება ხოლმე რაც ეს უნდა გქონდეს შეგუს თუთხულა გააკეთო ისეც შეგო იდიოტური საკეთება რომ თემი გამოგაფიქრე რომ შენ მოძიებული პასუხი ციემს აი გარი პოლიტიკა ჩემთვის რა იყო მაგმას თუ გაუყურებ და მაგმას არ მოუჩნდა მაშინ დიდად არ განსხვავდება სხვა ცხოვრებებიდან და ჭამასმა ყველას შეგვიძლია კი საინტერესოა ნამდვილად
აი მაინტერესებს თან შენ ჩვენ საკრებულოში როგორც ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. ხო მაშინ. შეიძლება თუ არ ვწდები ხელავში არის ერთი ბიჭი, ჩემზე ერთ წლის პატარა. არის ქიქთელაშვილი თუ არ ვწდები ხელავში. მისასალმებელი და ანუ მაინტერესებს რა იყო ის ბარიერები გამოწვევები რაც აი პირველივე ნაბიჯებზე შეგეფეცა რო იტყვიან როცა საკრებულოში? კი აი ფეხი ჯერა შეხედით თვითონ დაცვა არ მიშვება. რატო? ხარო შემართლა ხარ მე გადაამოწმა და მე შემიშვა. ნუ ერთი კარგი ის ქონდა ფარია რომ მე ისე ვახერხებ ხოლმე. მაგათ კრიტიკას რა სულ 2 წუთი გაქვს თვეში პოლიტიკური სიტუაციის რომ მაგრამ ამწარები ხოლმე. და რომ წამოგებოდა იმას ვერ ბედავდნენ რა, იმიტომ რომ კაცებიან ეხლა წავიდე ბავშვებიცეთ. არ მოწონდა, იმიტომ ფარი იყო და ეს მეხმარებოდა კარგად ამეკეცო. და სხვა ძირითადად აღქმის დონეზე რა ეხლა. რაღაც ყოფილვარ ბაზარში რაღაც ისე, მიბაზრი რაღაც პოლიტიკოს ხალხთან, ცოტა ისე მიყურებდი ხოლმე რაღაც. ხალხი თუ რომ სულიყავი უფრო რაღაც კი, პიჯაკი ცოტა კაცური ვიდით და ცოტა დიდი ყოფილიყავი. უცნაურად არასაჭირო პატივისცემას იჩენენ ხოლმე რა, აი შეგეზიზღება იმის ქცევაც კი. აი თუმე როგორ წყურია რაღაც მერი ავტორიტეტი. და შენ რო გიყუროს რაღაც ცოტა პატარა ის რაღაც ხანერად აგდებული დამოკიდებულება რა, არ თორსა შენ მისთვის გინდა რაღაც. ხო და ზოგჯერ გაბრაზებს ხოლმე, ჩემს პარტიაში შეგვიჩნდება ხოლმე, ჩემს პარტიაში როგორც ლიდერები უცხოური დიდეს იმათო პოზიცია დაიფიქსებდნენ და იმას ვერ უბედავდნენ და მათაც რაღაც დისტანცია ჰქონდათ ამ ხალხთან და ის თვითონ მოწონათ რა ესეთი ავტორიტეტი უფრო სიამოვნებაა. ნუ შენ თუ ეხება რაღაც შეხება იმას რამე წენოდა უფრო ამაში აწუხებდა თუ ეხლა ჩემი ნათქომა არ მოიწონდა და ჩემთან მემართებაში რაღაც მაგათი ყოველად მაგათ ხელა პატარა რო ხარ უფრო ხო შინაური გველებით რაღაც რა ამას და ეგ არის ხოლმე და ხალხს უყვარს ირად ეს ავტორიტეტი ის. მაინც აი წვერი რო ამომივიდა ცოტა მაგას ისე. მოიმატა ყველა. ვარსავ ჯერ ისედაც სიგარეტს არ ვწევი, მაგრამ რო ცილე სიგარეტის კიდოც მიჭირს ხოლმე რაღაც. აჰა. წვერი უბრალოდ წვერი ძალით გავიზარდე რომ ვიღაცა მომისმინოს. და რო ზოგჯერ მოსმინაც არ უნდა ბავშვი გოდიხარ. ხო ეგ ალბათ მოსალოდნელიც არის ხოლმე სამწუხაროდ, იმიტომ რომ ჩვენთან რატომღაც კომპეტენციას იმდენად არ აქცევენ ყურადღებას, რამდენადაც აქვს გვარიშვილობას, წარმომავლობას, ვის რომელ გუნდში აქვს ფეხბურთი ნათამაშები და ასე შემდეგ. წარმოიდგინე ამაყობ მეფით, რომელიც ამით წელს დაგზავნა, სრული ძალაუფლება ჰქონდა, თავი შეიძლება დაეკვეთა ისთვისაც რომ ეს საკრებულოში დაეცლავდა ვერ არის. საკრებულოში არ წვეთს. კი. ნუ ეგრე არის. აი რა შეცვალა ბოლო წლებში ახლა ნუ გავაქტიურეთ ხო ახალგაზრდები ფაქტი არის და შენ ერთი მხრივ ახალგაზრდა ხარ და თან მეორე მხრივ აქტიური პოლიტიკოსიც ხარ ხო ორივე კუთხიდან რომ გადმოხედო და შეაჯამო ანუ რა შეცვალა ახალგაზრდების პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობა ბოლო წლებში ნუ ჩემთვის იმედი გააჩინა რომ ცედაც ასედაც ვისაც ერთ დეკადაში ჩვენ გვეშველება რა კონკრეტულ აწმონზე არ ვარ კიდევ დამოკიდებული რომ ეს ფოთა ნაკლები მაქვს ხოლმე რაც უფრო გზნობ ჩემს წინა თაობაში რომელიც ხა პროცესში არის ჩართული ფოტოსურათში მათ შორის რომელიც ხალგადამშენდებით თემით უკვე მოძრაობს და მე გვეშ ფოთა ნაკლები მაქვს რომ ხედავ რომ მე ხალხთან ერთად ვარსებობ ეს ახალგაზრდები უბრალოდ შეუძლებელია რა ეგეთ რამე არ ხდება ხა ეგეთ ტერორი ალბუნაზე საუკუნეში ჩამოყალიბდა საქმე ხო არ გამოწყვეტა ამ ხალხს ეს ხალხი თუ იარსებებს თვითონ დადევს სხვანაირი ტიპის პოლიტიკოსაც სხვანაირი ტიპის ფეხბურთელსაც სხვანაირი ტიპის მხატვარსაც და ყველაფერსაც და ეს ზოგადად ეს ხარისხი შეეთყობა ქვეყანას ეხლა კონკრეტ პრობლემა არის ხომ უხარისხობა ყველა სფეროში ის რო აკეთებს თითქოს მისი საქმე არ არის ახალგაზრდას უკვე ნახავ რომელიც ოფიციანტია და იცის რომ ამგვარად ოფიციანტი მას ეხლა ჭირდება მისი სამსახურია ამ ფულს მისი ბიზნესთვის იყენებს ახლა თუნდა და იმ კეთების დროს არ არის გაბოროტებული რა და არის ახლა რაღაც ხალხი რომელიც აი უბრალოდ ახასიათებს ხოლმე რომ თქვა რომ ტაქსაობდეს უთხას ადმიშავო ბეთქის არ მიშავოს არ უბრალოდ გამოდიო რა ამ მისი შვილისთვის არ უნდა რაღაც სამსუნ და მარტო მის შვილისთვის რაღაც დეპუტატობა რაღაც კაბინეტობა და რაღაცები და ეხლა თითქოს რაღაც კარგი თაობა დავინახე კარგი ადამიანები რომელიც სხვა ხარისხიან და სხვა ხარისხის უკეთეს ყანა შექმნის ეს made in Georgia რაც არის გამოხდება ხაი ფეხბურთს ხო დაეთყო რა ხაი განარა იგივენით ხალხი იყო უბრალოდ იყო რაღაც აკადემიებში არა იმ ახალგაზრდა რაღაც სხვა ამბიცია აქვს სხვა სიტახედი აქვს მაგრამ სხვა პროფესიონალები რომ მე რო ფეხბურთელი ნიშნავს უკვე სხვანაირ ყובה სხვანაირ ვარჯიშს დამოკიდებულება საქმეები და პროფესიით ფეხბურთელები ყავს რა და ეს დაეთყო და პირველად მოგვახვედრა ამან ხო ჩემპიონატს ესე დაეთყობა აქეთ ყველა სფეროს ამიტომ ერთ დეკადაში
ოპტიმისტურად უყურებ რაღაცებს. ახლა არა, უბრალოდ ხა მესმის რომ ეს ზოგადად გვეშველება და რაღაცა ჩვენ ჯგუფად ვლაპარაკობთ ახლა. ეგეთი რამე არც არსებობს საქართველოს ხო ჯგუფები, ბევრი ადამიანის გაშ შედღაც ხალ მოხდება, ვიღაც დაიბადება. რაუ ჩვენი კამპანიის დროს ორი ადამიანი ჩვენი წევრი პარტიის ავარიაში მოხდა და მისი ცხოვრება დამხავდა, მისი ხალხი არ არის. ამიტომ ყველაფერი სწრაფად ხვალ და ზეგინდა ცხადია, ხო? იმიტომ რომ რო ფუფუნება შეიძლება ხვალ ვერ ნახოთ ერთმანეთს და საერთოდ დამთავრდეს ჩემი წილი სამყარო. მაგ გააზრებით მე ყოველთვის ვფიქრობ რომ უნდა იჩქარო. სწრაფად რამე შეიცვალო. მაგის მიღმა ცხადია მჯერა რომ ეგ შემიცვალა რა რომ ხვალ ზეგ კატასტროფული საღარიბო. ვიცი რომ ეს ხალხი დასავლეთს მიიღებს, იმიტომ რომ თვითონ შექმნეს. ევროკავშირი რომ დაიშალოს, ტრაგედია იყო რომ ეს ხალხი მაინც არსებობს, რომელიც ეს ღირებულებები აქვს. კი, ხა ჩვენ შევეხეთ სიტყვაზე დასაწყისში იგივე სკოლების თემას, მე შევეხეთ ზოგადად ახალგაზრდების თემაზე. ხედავთ, რომ ჩვენ სიბრულ ბევრი პრობლემაა რა, განსაკუთრებით როცა საუბარი არის ახალგაზრდაზე, რომელიც ეგრე ვთქვათ, ჭყალებში ბევრი კუთხით ყველაზე მეტად მოწყვლადი ინდივიდი არის, ხო? თუნდაც იგივე რომ ავიღოთ მეტროების სიტუაცია, რომ თუ ახალგაზრდა არის შემოპირი, კერძოდ მაგალითად ეტაც არის მიჯაჭვული და გადაწყვეტს რომ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უნდა ჩავიდეს გოცირძის მეტროს სადგურზე და იქვე უნდა ამოვიდეს, ვინაიდან მეტი არ არის, ხო? შშმ ადაპტირებული სადგური მეტი არ გაგვაჩნია. ირგვლივ ვაწყდებით ბევრ პრობლემას, ხო, რომელზეც ვფიქრობთ, რომ ხმა უნდა ავიმაღლოთ იმისაც, რომ მინიმუმ თუ ვფიქრობ დასავლეთზე, დასავლეთი იწყება სოციალური პირობები და ადამიანის უფლებები. აი როგორ ვფიქრობ, რა უნდა გააკეთოს ახალგაზრდამ იმისაც, რომ მისი ხმა იყოს მეტად ჭხერი, მეტად ეფექტური და მეტად წონიანი. უნდა შემოიკრიბოს ალბათ მისნაირი ბევრი და ახასნაირად ერთი მყარი კომუნის როცა ქმნი, შენი წესრიგი გაგვიყვირ და ცოტა სხვადასხვა ჩვიდად ხარ რა, რომ იმათ აღზნობინებ, რომ მაქს უფრაზე არ დაგიჯდები. საერთოდ აგერ ახალგაზრდების უფრა რო იშლება ხო, მე ჩვენ საერთოდ სხვა უფრას გავიშლით აქ და რაც გინდათ ის გიკეთებიათ, ამას როცა აღზნობინებ ხოლმე სხვანაირად ერღვევა და ეგრევათ ყველაფერი და საერთოდ რომ ჩვენს მომავალი ჩვენია ესედაც თქვენ მიდარდეთ. ეხლა თუ თქვენ თავს ავიშვებთ, რომ მართლა ჩვენს წინა თაობა მიდარდოს უფრო მეტად ჩვენზე, ხო? ჩვენ უბრალოდ მინიმუმ სოფლიო ბაზარზე შენ თავს პროდუქტად სადმე გაკეთე, ხო? აი, მას შენ შეომას უფრო სწორად. ხო, მათ ხო ის არ არის, რა თაობაში მეტ. მაინც ის ინგლისური, მეტი უცბად გაჯეტს მოერგება და ის და ეს რა მინიმუმ ჩამოკიდებული არ იქნება. უბრალოდ ამ წინა თაობა არ არის და სახელმწიფოზე ყველა ჩამოკიდებული და მათ რაღაცნაირად უნდა მაგზნობინოთ, რომ დიდად ჩვენ არ გჭირდება რა ისინი ესე რომ ჩვენ ამას ამოთხო რომ რა გქონდეთ საქმე და ბევრ ძალიან დეტალებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და მეტი აბსურდულობას ხაზი გავუსვათ, მეტი იუმორი უნდა შემოვიტანოთ, მეტი თვითირონია რა ჩვენ გვაქვს და იმათ არ აქვს, მათ შორის პოლიტიკოსების დიდი ნაწილის დიდი პრობლემა არის რომ უბრალოდ იუმორი არ არის. ხალხი რადიო 105 რო იყო და ის რო იყო საშარჯები რა სისტემაში სადი რაღაც დარტუბალა და რაღაც ეხლა აი რო ჩართავ ოპოზიციურებსაც, იმიტომ რომ ის გათვლილი მაყურებელზე, რომელიც დიდები არიან, ისეთი საშინელი იუმორია ხოლმე, როგორც თვითირონის პრობლემა ხო. აი ახალგაზრდა პორტალი უნდა მოკრათ და შეამჩნიოს, რომ გვაქვს ნაბის ურმები, სადაც 4 არის დასაფასებელი ნაგავი რა, პლასმასი ცალკე, შუშა ცალკე, ცელოფანი ცალკე, ეს გვაქვს და დღის ბოლოს ერთიანად იყრება მაინც ერთმანქანაში. და ანუ ამ ხელა აბსოლუტში ვიღაცას ვიაფერი ან გონი აფერისტული დამოკიდებულება, რომ ადამიანს როგორ უყურებ და ეგეთ აბსოლუტში ცხოვრობ. მაგრამ თუ დააკვირდებით ხოლმე შემოპირები ახსენე ძალიან ძვირი ხდება ის აპარატი, თვითონ რომ ჩაყავხარ რა. გამოდემის ქვეშაში არის გაკეთებული წლებია, მათ შორის რუსთაველზე ოპერასთან სანამ ხალ და უბრალოდ ფუნქცია ხავთ. არა, მარტო მაგიტო თქვი, გოცირძე არის 100,000-ზე მეტი. როგორც მოდეს მაგებში და გათიშული. ანუ ის იმიტომ დეს, როგორც აი ჩვენ უყვართ ხოლმე ჩვენს ენთაობა სერვანტში რო ჭიქა რაღაცები და ხოლმე ხელი არ დამოკიდე. რო უნდა იძოს მაგიტოდეს. ხალიჩაზე რო გადაკრული ცელოფანი როა ხოლმე და ეს რა არის. თითქოს რაღაცომ გვინდა თუ არ ვიყენებთ. აი ეგრევე მაგალითად რომ ჩვენ ვიცოდეთ რომ ვინმე რავი პარაფირების ხელშეკრულებით თუ რაღაცა რომ შუშუმპირებზე ინკლუზიური ჩართულობაზე თუ რამე გაერო მოიკითხა გვაქვს და გვაქვს. მაგრამ გათიშულია და მას კაცი მომკითხავი არ არის 100,000 იმას და არგუმენტი მარტივია რომ მე რაღაცები კატაობენ ახუჭებენ. გაფუჭონ მაინც, ხო გაფუჭდება, ვიღაცა ორჯერ მაინც ხო ჩავა, ისე მართლა ჭირდება. გათიშულის ყოფნას რა აზრია. ეგრე თაობა ყავს რომელიც თან ერთად ცხოვრება გვიწევს და ნინგონა უნდა ერთმანეთს რაღაცად მიმეშველოთ რა, რაღაც შენს პოდკასტში ახალგაზრდას მოიწევ, ახალგაზრდა მას გიწევს ანგარიში და შენთან მოვიდეს.
ნელა ერთმანეთს დავეხმაროთ ამ ნაწილში. ხო, ეხლა კარგ თემა შეეხი, აი ამ თუნდაც შიშემოიმეებს რა გვაქვს, იმიტომ რომ უნდა გქონდეს. აი ახალგაზრდულ პოლიტიკაზე რაზეც ჩვენ დავფუძნებთ, ხო, ეს არის როგორც იხარ საერთაშორისო კონცეფცია, რაღაც ეპიდემია სახელმწიფო როგორ უნდა მოექცეს ახალგაზრდას და მათ შორის ერთი კრიტერიუმი, სადაც სახელმწიფო ვადებული არის, რომ გაზარდოს თვითმმართველობებში გადაწყვეტილების მიღები პირებში ახალგაზრდების რაოდენობა რა. ხოდა ეს ახალგაზრდული პოლიტიკის შესახებაც დადგენილება 2014 წლიდან თუ არ ვცდები გვაქვს, იმიტომ რომ გქონდეს აი სადღაც რომ გაერომა რომ მოიკითხოს რა და მაინტერესებს სახელმწიფო რა სახით და რა დოზით უნდა ზრუნავდეს იმისთვის რომ ახალგაზრდა ჩაერიოს ესე ვთქვათ პოლიტიკაში და იყოს რეალურად გადაწყვეტილების მიღების პიროვნება და აქვე დავაზუსტებ რომ აი იმას რო გვერდია უვაროთ როგორც დღესაც უდგებიან რომ ადგებიან ტიპებს ჯერ უნივერსიტეტების პრეზიდენტებად გახდიან მე 1-5 წელი კარგად აპახავებენ და მე ვიყავთ საკრებულოში უკვე კარგი გამოწრთობილი გამოზრდილი დამჯერი კანდიდატი აი შე როგორ თქო ქმედით ნაბიჯები აქვს როგორ უნდა გადადგეს სახელმწიფო ერთი ჯერჯერობით ბუნე ასაკია დასაწყების საპარლამენტო 25-ზე არის. ახალი შამდაცია. გამოდენილი 21 წლამდე დაწია საპარლამენტო მე მოვიდა ცერნება. მაშინათვე აწია. საპარლამენტო ხმის როგორც პასიური უნდა დაიციოს, მე თუ გითხარ 14 წლიდანაც უნდა ქონდეს ხმის მიცემის უფლება, მათ შორის 18 წლის ადამიანი მაგალითად 99 წლის ადამიანზე ნაკლებად გადაწყვეტილების მიღების ტიპი რატომ უნდა იყოს 17 წლის ტიპი, ხო? როგორც 16 წლისა შეგიძლია, ავიც ორი შვილი ყავდეს მაგალითად. კი. ისა რელიგიურადაც რა არის? მოსული თემა. მაგალითად კენჭისყარო არ შეგიძლია თქვა საკრებულოში, მაგრამ ჯარში რო შეგიძლია წახვიდე და იომო და ავტომატურად ეჭიროს ხელში. ანუ კნოპკის დასაჭერად საშიში ტიპი ვარ, მაგრამ ავტომატურად შემაჭერია. ეგ საინტერესო მსჯელობაა. ეგ რაღაცა რაში სახელმწიფოს სხვარი აქვს, ეგ არის. მეგონი ჭირდება კიდე ეკონომიკური ტიპის განვითარება. იმიტომ რომ ყველაზე მეტად ახალგაზრდას რაც ბიჭის წესის დანაზოგი არ ქონია, როცა დანაზოგი არ გაქვს, არის ძალიან დიდი პრობლემა, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, როცა საცხოვრისების პრობლემა დგას. ხელფასიც კი არ გვაქვს ნორმალური. თავობა გაიზარდა რაღაც ჩეხურ პროექტებს არიგებდა. კავშირი ცხოვრობდნენ, რაღაც ამდენი სულიც ყავიდნენ ხალხი. მერე ცოლიც იქით იყო და დიდად პრივატული ცხოვრება არ იყო, უფრო კომუნური იყო. დღეს მეტად პრივატული ცხოვრება მოდის და მაგალითად ჩემი ყველა თანატოლის პრობლემა არის, რომ მარტო ვთქვათ იცხოვროს და შეძლოს მაგალითად ქირის გადახდა და ბინის ყიდვა ხო თითქმის წარმოუდგენელი არის. ახერხებ შენი დანაზოგით, შენი ცხოვრების ავტორი იყო. შენი ცხოვრების ავტორობას სჭირდება ზეგინდელი დღის არსებობა. და შენ არ შეიძლება ზეგინდელი დღე ქონდა, ზეგინდელი დღე ნიშნავს, რომ რავი 100 ლარს შევიშოვ, 30 ლარს გადავდებ იქიდან, ეს 30 ლარი მოხმარდეს რაიმე ჩემს პროექტს. არა აწყმოს ორი არსებო. აი YouTube-ზე რომ მიდის რა ვიდეო, რა წამო ცოტათი ხონდა გაუსწროს, რომ 7 იყო, რომ ჯერ არ დაეწევა, რომ არ ვიფიქრო Wi-Fi-ს გადაკეთებაზე რაღაც. აი 7 იყო, რომ მე ამ ფილმს ჩავამთავრებ. შემიძლია გაუთვალო, რომ ფილმს უყურებ. როცა ეგ ხარისხის ის ვარ, ხომ რო იცი, რომ როდის ამიტომ ვერაფერს ვეთქვის ეგზე და ახალგაზრდა ადამიანს ეგ ყველაზე დეპრესიულს ქმნის და რის თვითმმართველობაში ჩაერთებ, როცა შენ ცხოვრებაში ზეგიდელ დღეზე არ შეგიძლია ავტორი იყო. ათმოში ხარ თავი დაბოლომდე ჩაკიდებული. ამიტომ ეკონომიკის განვითარება გვჭირდება, რომ მინიმუმ დანაზოგი შექმნის უფლება გაგვიცეს, მე დანაზოგი ყოველთვის ითარგმნება ინვესტიციაში. ინვესტიცია არის მაინდამე ბიზნეს ამოჭიმა. არამედ ამ შენ დანაზოგს სადღაც განათლებაში წაიღო, ასაკობრივ წაიღო იქით. ანაკი. ამიტომ ამის გარეშეც მე ამგონია, რომ ახალგაზრდების როლი მარტივად გაიზარდოს. კი, შენ საკმაოდ საინტერესო კარიერა გქონდა და გაქვს. და აი მაინტერესებს შენგან ეს რაღაცა აი აუცილებელი არის რომ ახალგაზრდა იყოს ჩართული პარტიულ პოლიტიკაში თუ დამოუკიდებლად შეუძლია რაღაც ტიპის გავლენები იქონიოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე. სოციალური კაპიტალი მაინც რაღაც დონეზე ალბათ ჭირდება, შეიძლება შესაძლებელი იყოს, ну YouTube-ია დღეს უკვე ამის ალბათ შანსი. ამანს დაეხმარა ის ამბავი, რომ ტელევიზიის სარეკლამოები აუგზალეს კროპოებს და რაღაცებს და მე გადავიდე YouTube-ზე, რა ძირითადად ეს ფინანსები და დაიწყეს დაფინანსება სხვადასხვა პოდკასტების. და თუ დავინახეთ უკვე მარცხაქციების მერე YouTube-მა თავისუფლად გააკეთა განცხადებები, ხო მახარა და ვიღაცებიც არის და დიდი ინფლუენსერები. ამან ეგ პოტენციალი მე დამანახა, რომ რაღაც პარტიული სტრუქტურის გარეშე შეიძლება ჩამოყალიბდეს იგივე ტიპის ინფლუენსერად, რომელიც მოახერხებს ამ რაღაც კეთებს. მეც ძირითადად fundraising-ი მქონდა ხოლმე შემოსავლის ნაწილში. კონკრეტულად ჩემი დაფინანსებლები ყავდა და ეს დამოუკიდებლობას მე მაძლევდა. მეც გიჩი, მეტომ გადავჭრე გიჩის სახელობას ავიდოდი არასდროს.
და ვერავინ ვერ მიბედავდა ზედმეტ სიტყვას რა. და ეგრე ვარ ყოფილიყო, მე ალბათ გამაგდებდე. ხო, გაგდება არ არსებობდა რაში გამიხდება შემოსვლა ხერავი შეიძლება დაუშვი. და მომქონდა მან წარმოიდგინე ვახერხებდი თვეში დაახლოებით 3000 ლარის დაფანრაიზიგებას, ოღონდ ისე რომ თქვა 10 ლარიანი შემომწირველი ყავდეს სხვა რამე და 3000 ლარს 10-20 ლარებით შეგროვებული ადამიანები ყავს, თუმცა სამიანათა პასუხისმგებელი ხარ ამდენადამე გინდოდა შენი კომუნიტია რა და ეგეთი გზები არსებობს. უბრალოდ ორგანიზაციად რაღაც ბევრი იყოთ მაგასთან მიმართებაში რთულია ძალიან, მაგრამ შესაძლებელი იქნება რომ პარტიის გარეშეც ეს მოხდეს. მაგრამ თავარი პრობლემა მაინც რა ხდება ხოლმე იცი რომ პოლიტიკოსი და პარტიული მაინც როცა ხარ, სხვა პასუხისმგებლობაა რა ხა. და ამიტომ ბევრი ცდილობს ხოლმე რომ შემოვლითად თვითონ მოძრაობის წევრია. რომელსაც ჯამში რომ მიხვდები ხოლმე რა ზოგს ნაბიჯი ქვია, ზოგს გაბედე ქვია, ზოგს გადმოხდი ქვია, ზოგს გადახდი, მაგრამ ჯამში მაინც ხვდები რომ პარტიის არის რა. და ოღონ ესე შემოვლითად რომ როგორც პოლიტიკოს არაგინონ არის მასთან პასუხობრივად არ იყოს და ეგ ჯერ მაქედან კარგად თავით ამკვიდრებული პოლიტიკოსი მე ფეისი მე არ მინახე. მაინც ზოგის ტვინი ხვდებიან ხოლმე მოქალაქეები რომ ეს აბოშა რაც ხავდა პოლიტიკოსმა უნდა და მე მირჩენია როგორც ქენი ოპერატორი შევაბიჯე და როგორც პოლიტიკოსი ვარ და სასაცილოში უნდა ჩანდეს რომ პოლიტიკოსი მქვია, მაგრამ მაგას ავიტან მაგ ბულინგს, მაგრამ ეგრე გამოვიწერთობ თავს. ამიტომ გვერდით და შემოვლეს რომ თარო ვატყო ხოლმე ზოგიერთს აშკარად ხა ეს პოლიტიკოსია უკვე რა, უფრო არ ქვია პარტიის ახალგაზრდა სხვა სახელებით დაიქვეს. ასე შემოპარულ ხალხს და ხალხს ხოლმე ცოტა მე მეღიმება. უბრალოდ მე გიჭირს კონკურენციაში რომ დიდებთან რა, ეგრე ვერ შეხვარ. ეხლა ისიც რომ დაძდეს მაგიტაზე უკვე მე სხვა მომახეთ დავებადებ. დებატში მე ვიტყვი რა ჩემს გამო ხმამიცემული ხალხი არ წეგოთ რა ხმა მისცეს და აპოლიტიკური წონით როგორც პოლიტიკოსი მიმ ახალგაზრდას ისე ვიტყვი რომ მოდი რა იღეს პასუხისმგებლობა მარტივად და გვერდიდან მაკრიტიკებად დარჩები მე პოლიტიკოსი არ ვარ მე რაღაც და სხვა ვარ და მაგას თავის ფასიც მოყვება ეგრე შენ არ გაგითვალისწინებს მე რამაც მე ისეც ყველა ადამიანი ერთ იგივე ჩემს მიშოვა პოლიტიკოს არა პოლიტიკოს მაგრამ ეს დიდი პოლიტიკოსები შენ აღარ შეგხედავ როგორც კონკურენტად როგორც კონკურენტად რო შეგხედავენ ყოველთვის დაქტოვებენ იქ რაღაც სადაც ხარ ამიტომ აიცე პირიქით იყო აი პოლიტიკოსიც ხარ და შენზე მაგარიც ვარ და მოგაჭამ სახის ეგრე უნდა იყო მაგაცა თუ გინდა რამე ვარა და გაჭირ ეს არის ძალიან საინტერესო თემა შეეხა აი ზუსტად რატომღაც მე საერთოდ ეხა თერგამდე არ მქონია რაიმე ტიპის შეხება არც პარტიასთან არამედ პარტიასთან იმდენად ეხლაც არ მაქვს რომ თვითონ სამოქალაქო სექტორთანაც კი და ნუ თამამად შეიძლება ითქვას რომ მე აქ შემილია ამ სექტორში როცა უყურებ ეხლა ვიყო ობიექტური იმიტომ რომ აი საშუალო სტატისტიკური საქართველოს მოსახლის თვალით უყურებ ამ ყველაფერს და ზუსტად სწორად არის რომ მე გარკვეული ტიპის მოძრაობები იქნება ეს თუ წყალში ორგანიზაციები თუ ისინი უფრო მეტად პროექტებად აღვიქვა ამ გარკვეული პარტიების თუ ეს თქვა პირების ვიდრე რაღაც დამოუკიდებელ სუბიექტებად. კი, ყოველთვის ჯობია, რომ მithomეს პოლიტიკა საკამათო საკითხია რა. ჯობია, რომ შენ განცხადებულად იყო რომელიღაცა პოლიტიკური პარტიის წევრი და შენ შეგეძლოს რომ გამართულად იმსჯელო და გამართულად ჩამოაყალიბო რატო ხარ იმ პარტიასთან რა საერთო კვეთა იპოვე რა შეხების წერტილები იყო ვიდრე რომ რაღაცა თან თითქოს რომ გიტყდება რომ აუ კაი რა პარტია და ის და თან ამ დროს ზუსტად იმის ხაზით რომ მიდიხარ და რეალურად ეს ორხრივ აზარალებს პროცესს ხო ერთი და იგივე სტუდენტი როგორ არის სტუდენტების სახელით ლაპარაკობს კი აი ზუსტად აი თესეუშიც ქონდა კი ანუ სულ ერთი და იგივე სტუდენტები გამოდიან და გელაპარაკები ფეხბურთზე რო წარმატებას საღამოს გაცემაში განიხილავ ფეხბურთი მარტო კი თან ჩვენ სხვათა შორის ეხლა წინა აქციებზეც ნახეთ რა რომ ეს ტიპის მოძრაობები როგორ ადგებოდნენ და შლიდნენ ბევრ აქციას ხო რომ მოწამოთ ხალხო ჩვენ ეხლა წავიდეთ გმირთა მოედანზე არამედ ჩემი ხალხი მიყავს თესეუსთან და საბოლოო ჯამში ძალიან დიდი ზარალი ნახა ხალხმა ხო ეხლა ჩვენი ურდილ დახმარების ჯგუფი და ძალიან ბევრი ჯარიმა უმეტესობა რაც შემოვიდა ვიდრე ცოტ-ცოტას რო იჭერდნენ მე მარტო დაჯარიმებდი ხო როდეს ყველასაც დამაზიანებელი არის და მე ზუსტად გონია რომ ეხლა 21 საუკუნესაც მიღებლობა ყველაფერზე მაღალია მით უმეტეს საქართველოსნაირი ტიპის ქვეყანა საერთოდ არ არის გრეხი და
პირიქით დასაძრახე რომ პოლიტიკურ პარტიაში კი უნდა ზუსტად რომ უნდა იყოს ახალგაზრდა პოლიტიკურ პარტიაში და ზუსტად ის რომ პარტიას ქრის პარტიის წევრი და ამამიც ესენი ქნიან და არასიტყვაზე რაღაც სხვა ტიპის დოკუმენტები სწორედ ამიტომ მგონია რომ ადამიანი პარტიაში უფრო განცხადებულად უნდა იყოს ჩართული და მასობრივად უნდა ჩაერთონ თან ახალგაზრდა არა ისე როგორც ხაზარაძემ რო უკან ამოიყენა ეს ახალგაზრდები და რაღაცა ეს არისო რა ჩვენი ის დედრებული არამედ ქმედითად აი რაღაც ეს თან ჯგუფური იდენტობების მერე პიროვნებაზე მიკრობა რა ხდება ეს სტუდენტი ეს და ვენ ეგრე შეყოლებთ ხადი ამერე ატყოს ყველაფერს მეც ბევრი აქციები ხო იყო ხა რაჭოლების ისაც გასაკეთებლად დადო მაგრამ ვერ ხა ეგეთ აქციაზე მე ვცდილობდი რომ არ ჩავთვლიყავ თქვა ეთერში ვწოლე ხა ხო იტყვის ვიღაცა რომ რაღაცა ცოტნე არის რაჭოლიც ეს არის ახალგაზრდების აქციებიც გიცესა ფანის ეს ფეგურს კი მართალი კაც რაჭოლიც ვარ და ვიყავ ხომ არა ხდება ახალი სახელი გამოხატული რა სულ და ხა იქაც უყურებ რომ როგორ არის სულ ეს ბავშვები და მეათ არიან ხო ამ თემაზე წარმომადგენელი ხდება ესეთში არა მაგრამ რაღაც სხვა არის რა ხო ეს ხო და მეც ახლა ამ წამსაც რა სამაგისტრო მაქვს რა ილიანონიში დასაწყისი და სტუდენტად ვითვლები რა ამ შემოგვას რო სტუდენტი წირო ვიყავ ზედმეტაში რო სტუდენტი მივიდე და როგორც სტუდენტმა ვიარო ხვა აი არ მინდა რა ეგ რა როგორც აი მაგიმაში ჩაუჭდე თორე ხა ეგეთ რაღაცები უბრალოდ გონია რომ მარტივი ჩეთივით ფიქრობს რომ დაიხმარება ეგეთ უბრალოდ ჯამში ახლა კი ამარტივა რა იმათ კონკურენციაში მე ვერ შევიდე ისინი უკვე ტოვებენ მათ აი ხა დამებადა ეგეთ შეკითხვა რომ აი ახალგაზრდები რომლებიც პოლიტიკაში ერთვებიან აი როგორ ფიქრობ აი რამდენად რთული არის რომ ახალგაზრდამ წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ძველ პოლიტიკურ ელიტას რა რაც უკვე წლები არის ფესვგადგმული არის სისტემურად გადგმული არის და ბევრი შეიძლება მოვიდეს ბევრი შეიძლება წავიდეს მაგრამ მაგისი რაღაც ნარჩენების ურჩება რა და გიწევს რომ ვითარ შენ უკეთესად გეცოდინება რომ შედიხარ ამ სფეროში ალბათ ერთ-ერთი პირველი ბარიერი არის ეგ ძველი პოლიტიკური ელიტა და აი როგორ ძალიან ხო ეხლა არის ერთ-ერთი შანსი რომ თელ პოლიტიკოს ჩაირიცხოს ხო ჩვენი პარაზიტირების უფლება რომ ამოწოს ეხლა უბრალოდ ესეთ პროცესებში ვცევლად ვართ თავი პარაზიტირების უფლებას ვაძლევთ ჩვენი სახელით ყველგან აქ უნდა გამოვიყოთ მაგას მალე და მათ უნდა მაგზნობინით რომ ეგრე არ არის და ეგ მოხდება როგორც კი ჯერ ეს გადავიდეს ასეთ კრიზისში ეხლა ვართ როგორც ტომიჯერში არის ხოლმე მიწარო გამოეცლება რა ტომის ან ჯერ კიდე ხარში ვერჩევა სანამ გაიაზრებ რომ გამოწვია სანამ დაიხედებ რომ ჯერ ხარში ხარ ჯერ ეგ არის პოლიტიკური სპექტრი დრო ჯერ ამ აწყოში ვყოფებით მიწაკია გამოცემა ჯერ პროცესში ვარ ხამი აქცია დილითის და ეს ამ მდგომარეობაში ხარ და ამაზე ფიქრი ჯერ არ მოხდა რა აბა რა მოხდა აბა რაღაცა შველოს არა ეს როგორც კი აქეთ მოტრიალება მოხდება მე მარტივად ეგ რაღაცა ჩამოიშლება უბრალოდ მე მგონია რომ ეხლა შეიძლება პოლიტიკური სპექტრი რაღაცად მიჩნდეს ეს პროცესი საფრთხე და მე საკუთარ არჩევნებზე გადაიტანე და მე ეხლა ახალი სმუთის ჯერადროსის არის და ჯერადროს ამბავი გადაიწეროს 2025 წლის და დააკვირდი ზუსტად ეგ ხდება დააკვირდი როგორ ნელა წამოვარ ბაზზე სულები რომ თუნე არჩევნებს აზრი გქონია რომ და ეგეთი პროცესი იქნება მე ახლა მაგის მომდევნო პოლიტიკური სპექტრი მაინც გადააგორებ საკუთარი არსებობის გამართლებას ხო და მე რაღა იშლება მე არ ვიცი მე სამწლიანი პაუზა ხდება ახალი არჩევნები ჩაინიშნა ამ სამწელში ალბათ ეს არკა თავის შედეგებს დადებს რაღაც ციკლები არსებობს ხოლმე მარკის დროს რაღაცა ხდება და უბრალოდ იწელება ხოლმე რომ ჯერ ეს არკა რო არ გაიაზრო მე გამოდიხარ ჯერ ახლა ჩვენ კიდე გააზრების პროცესში ვართ კარგად მოიქცეოდი უბრალოდ რაღაცია ეხლა ჩემი თავი გადმოდი ქვეყანას კარგავთ და ამით გაგვიწერებს ეხლა ძირითადად მე მაგიზიანებს პოლიტიკურ სპექტრში რასაც უყური და მაგას როგორ დავარტყარ და როგორ დავაზარავ ეხლა მაგას ხმაგას ისე სტრატეგიებს რაც შეეხება ხო ანუ ეს თუნდაც გირჩი ახალგაზრდების ჩართულობის ესე ვთქვათ მნიშვნელობა ჩემს ყველაზე მეტად გამოიკვეთა იმიტომ რომ შენ და ჩელეს ჰქონდათ ყველაზე საინტერესო კონტენტი არათუ გირჩი საერთოდ პოლიტიკური მაშინ მე ადამიანს ვინც ასეთ ისე არც ერთ პარტიაში არ არის და არც და უფრო მეტად ობიექტური თვალით რო გითხრა ყოველთვის სიამოვნები და მაგვიდევს ყურება, იმიტომ რომ სათქმელს ყოველთვის იძახით მარტივად ირონიითაც, იუმორითაც და წეღანაც ვისაუბრეთ რა მაგაზე რა, ძალიან მნიშვნელოვანია რა ეგეთი რაღაცეები და მგონია რომ შენ კარგად მოიფიქრებ მაგამ ბავშვი როგორ შეგიძლია შეხვიდე. რა ამის რა, ამ ტელეფონში რო გადამოვა.
ამით ვიღებდით ჩელე მონტაჟი იცის, რა ჩელეს TikTok-ზე წავიდა. კი, post production-ი ესმის და ჩვენ ორი, ოღონდ ფიზიკა ორგანიზაციან თეატრი ვიყავით. აი ყავდა სტრატკომი და ვიღაცები კოალიცია და რაღაც ესეთი ვიდეოები ჩაწერდა რაც ჩევსას აცისლებდა. 20 წამში რაღაცები. რაც 4 ნოვის ხო ჩაწერდა ხოლმე და ჩვენ ვართ და უთხარით რომ ჩვენ თავ გავგანებთ რა ვაფშე რაც მოგულად ამოგვიში და კონტაქტში და არ გქონდეთ. თუ რა პრეტენზიებს ჭიქედეთ engagement. ჩვენ ბუსტის გარშე ფულს ვქრა და ვხარჯია. თეთრი აფიша და ვიყავ რაც გადაღება შეგაფიში. ჩვენ მაგათავდიოდით და ბენზინის ფული იყო და რეკვიზიტები რაღაცა. უბრალოდ რო ანახეთ ვიღა ჩამოსულ ადამიანს, ვიტყვეს ხო ამ ბოჭებს თავი გადა ვერც მიხვდნენ ჩვენს იმას ad ქონდა engagement, ეგრეთ ჩვენ რა გიჩნდ, რას ქართულ რაღაცებში ვიჭერთ რა. და ამიტომ გავანებეთ მაგათ აკვირდება არ მიუცი და მე და ჩემ გავაკეთებ და რომ მიქონდა რა უნდა გააძიაროს თვითონ ახლა პარტიის page-მაც უნდა გააძიაროს, იმიტომ რომ engagement მოაქვს თვითონ და მაგ არ ქონდა თორე ჩვენ მაშინ ეთერები და რაც ჩაგვხსნეს და მათ ჩვენ კოლექციაზე ლაპარაკობს ვისაზე კი არა ხო ხდება რა ხდება რომ იქაც თავისი გამოჩნდეს უფრო ვიდრეს იმიტომ რომ ცოტნე და ჩელე როგორ არიან იცი ხა იქ ლიდერები ყო 4 და მე ჩვენ არც ლიდერებსა და სხვა ტიპებში ცხავდა ხოლმე სადაც შუაში ვიყავ ჩვენ გამოჩენა აქტიურად ნიშნავდა რომ თავის პარტიელებს ვიღაც წამწოლ ტიპებში ჩვენი გვახერხი ჩვენი და ჩავიკეთეთ და მოვდექი და ვაკეთეთ ეს კონტენტი ვის სავარიში ნაშიც იყო რომ მოდი უბრალოდ არჩევნებზე რა იწყე რომ მე ძალიან მაგარი ვარ და საინტერესო კონტენტი მოდი რა გააქტიურდი ამას ყველაფერი ჯობია და ეს მესიჯის გატარება გვინდოდა და ჩემი აზრით იმ ხალხი ფასოთ რომ მე გავაკეთე თქვა შე რომ ყურე ეგ მაგას ვერ შვები არ შვები მაგის არ ვიცი რატო შვები მაგრამ რო არ დაასპონსორო მე გეტყვი რატო შვებიან რა ეს ჩემი აზრით ახლა და ტიპის რეკლამას რო უყურებ და აი რავი ხელზე რა უკეთია რაღაც ძალიან დერსკი საათი და რაღაცა მაზერატით როა სადღაც სოფელში ჩასული და იქ რო ელაპარაკება მოსახლეობას რომ იცი რა მე თქვენთვის მოდი ეგეთ რაღაცა მე არ მიზიდავს რა და არ ზიდავს ალბათ 21 საუკუნეში არავის ვინც ჩემ თაობაში სარეკლამოდის იმ მაგარწველი ხო აი მას გონია რომ მაზერატი რო გამოაჩინა მანქანაში უკვე თამასაა რა ხოლოს ბანკს უკეთებენ რეკლამებს ბანკური რეკლამები ხომ ზირთად პარტიას დაგვიდებ გაბედე ან მომავალი შენია ან ხოზე ხარ ხო არა თემატური რა ის რა შეიძლება რომ ბანკში ძალიან თემატური იყოს და ძალიან მოსული იყოს და თბილისი რაღაცა და ჩვენ რა кай ტიპები ვართ კრინჯია რა მე არის ყურება და დაასპონსორებ და იმდენი ფული გიჯდება ნუ რა სასწავლ მეცინება ხომ აი წარმოგიდგენთ არ გაქვს რამდენი ფული ხარჯება ტიპის ჩავლებზე რომელიც მოდის და როგორ შევეძლებნება იცი რომ აი TikTok-ზე რომ ალბათ საშუალო სტატისტიკური მარკეტინგის მენეჯერი რო გიბაზრება უფასო. ბუსტის დროს რა უნდა მიუჩი თუ ახალგაზრდები და და ეგეთ აი ანიბანის ჩევებზე რომ რა ჯამი ჭურჭელია მილიონებს აკეთებდა. მეგარი ხო არასწორად დამენეჯმენტებული ამბავი რა სხვა ჩერწინაზე ყავდა ციკოლია პოდკასტი და ძალიან სწორად აღნიშნა ჩარჩა გონივერსთან რომ იდეა შეიძლება მილიონიანი კონდეს ძალიან ძირად გეუბნები მენეჯმენტი არ გივარგოდეს და მანდ იყო განწერულიო რა ეგრე არის ზუსტად ბევრი პოლიტიკური პარტიის ამბავიც რომ მენეჯმენტი არ უარი ეხლა შეჯამების სახით მინდა რომ აი ბოლოს შეკითხვა დაგისვა რომ შეკითხვა რა უფრო რომ აი რას ეთყოდი იმ ახალგაზრდებს ვინც უპირობოდ თანხმდებიან რომ რაღაცა უნდა შეცვალონ რა და ვერ გადაწყვიტეს რომ აი შემოვიდნენ ამ სფეროში არ შემოვიდნენ იმიტომ რომ ბიძებმა უთხრეს რომ ბინზური სფერო არის თუ რას ეთყოდი მაგ ბავშვებს რა ვერთმე თუ ვიპოვოთ რა ხა სხვა გზა არ არის ხა შევალის ისტორიამ კაი შანსი მოგცეს აქ პოლიტიკური სიტუაცია ამბროლი არის ხოლმე მგრიაში შეიძლება რაღაც კარგი გამოდგეს ეხლა მოყეული არის მათ შორის ოპოზიციისადმი ბევრი დამოკიდებულება და ეს რომ გაახალისო აქ შენი როლი მქონდეს ამის შანსი ბევრად ეხლა მეტი არის მასნაირად YouTube-ს მივაწევთ პოდკასტებს და მეტი სილაღე რა აქ შევშივდება ჩვენც და ეს არ შეუძლია ეხლა ჩვენც ცინა პოლიტიკოს თავის მეტი სილაღე მქონდეს და შენ პატარა გამარჯვებები მქონდეს იმიტომ რომ ის ეხლა მეც ჩვენ აქტიურად მახატეების სიზიფერო როცა არწეს აღმართზე რა რამდენი საოს ჩამოგოდება იმა დაამარცხა იმიტომ რომ ამ პროცესით სიამონება დაიწყო ეს ეზერნის ნერჩება ასაფერი ვერ ჭნა კაცო აქეთ გერმანიაში ნიჩები და კაცები ყავდათ და სხვა თქოს რომ რა ადამიანი არის ხოცა დაუწყოს ყველაფერში მომხდარა ამიტომ თავი პროცესით სიამონება ისწავლო და სიამონების რა ეგეთი ტიპის პოლიტიკა ვაკეთოთ რაც ჩვენ გაგვისწავდება და სულ ყველაფერი არ შევცვალეთ რას დაკარგა ვენდორფინები ხომ აიცნებდეთ ხო და ერთი ადამიანის აქტუალები თვალებსაც კი შენით როცა გისმენთ და ხვდები რა შენთან ერთად ის ცეცხლი აღმოაჩერა თან ავტორი ხდება ამას ის რა მე რაღაც მიხარ ეს
არა ერთად დაგერმოწმებული და უკვე ავტორი არის ამ ნაფიქრის წავა და სხვასთან ერთად წეს ეგ იმ ხელა სიამოვნებას გამიჩნევს და იმას ეგ ყველაფერ გიგებს რა ერთ კაცად აზრი შეუცვალო შეგეძლო თქვათ ბევრამის ერთი სამყარო ხო ის ადამიანი ამიტომ რაღაც მაგით სიამოვნებები დაიწყო და ეხლა არის მაგის სწორი დრო უბრალოდ ხა მე თვითონაც კრიზისი მაქვს ჩემი მონაწილეში ცოტა დავუგანდი რა ამ სიამოვნების ხარა პროცესში ვარ რა ფორმით ვარ და ვისთანაც ვარ და მე თვითონ ვფიქრობ როგორ იყო რაღაც სხვა ფორმა თან პოლიტიკიდან არ წავიდე დავჭი პოლიტიკაში და თან მაგის რესურსი მქონდეს ამის ფონზე რომ არ გავხურდე რა მოვახერხო რომ ამევე ადამიანები ჩემ მოვიდნენ და რაღაც სახე მივცეთ ამის ორგანიზაციული ასე თუ ის და მეც მან დავარ არჩევაც უნდა მივეცა და ახლობ ეგეთ შევს როდესაც მივიდოდი რა უკვე და როგორ მოვიცეთ მაგრამ ჯამში ერთად მაინც სხვა დარჩებდეს ჯერესაც გაიგე ამის ვიტყვით მადლობა მოკლედ ძალიან დიდი დღეს მოსვლის სამკულწრფელობისთვის და ძალიან ბევრი საინტერესო და საფიქრალი თემა დატოვე რაზეც აუცილებლად მე ზალოთ ჩვენი მაყურებელიც იფიქრებს და იმედია ერთად ფიქში რაღაცა ახალი და კარგი და გენიალური დაიბადები. მადლობა წარმატებას გისურვებ ახსოვეთ რა ყველა მიმართულებით